ახალი მთავრობა და პრემიერი პარლამენტმა ხვალ უნდა დაამტკიცოს ხდომა დილის 12 საათზეა დანიშნული. მანამდე კი პარლამენტში ბიუროს ხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატების საკომიტეტო მოსმენებს აჯამებენ. ბოლო ინფორმაცია რა ხდება პარლამენტში მიმდინარე ბიუროს ხდომაზე რამდენიმე წუთში გამოშვების მსვლელობისას ნოდარ ჩაჩუა ჩაგვერთვება ქუთაისიდან. ნდობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე კი საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის მომავალ პრემიერს ასევე მინისტრობის კანდიდატებს შეხვდა. დაისვა კონკრეტული შეკითხვებიც. დეპუტატები დაინტერესდნენ, რა სტრატეგია ექნება მინისტრთა კაბინეტს წარმოების იმ მუშა მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც გაფიცულები არიან. მოსალოდნელია თუ არა ცვლილებების შრომით კოდექსში. რა ბედი ეწევათ რეგრესის პენსიონერებს და როგორი ურთიერთობა ექნება ბიძინა ივანიშვილს მედიასთან. შეხვედრაზე გუბერნატორებისა და მერების შესაძლო არჩევის წესზეც ისაუბრეს. ივანიშვილმა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში თვითმმართველობები გაძლიერდება. არ ველოდებოდი რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვას. მე არ გამორიცხავი გარკვეული ტიპის საბოტაჟიც კი იყო, რამდენადაც მე ვიცი, რომ იქ ხელფასები გაცილებით უკეთესია ვიდრე სხვა სფეროებში. ინვესტორებს აქვთ რეაქცია მათ გაფიცვაზე, უფრო მეტი რეაქცია აქვთ ჩემი აზრით ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს კარგია, 25%-ს ამბობდნენ, უკვე 30%-ით აპირებენ ხელფასების მომატებას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ესეთი ერთჯერადი ვაჭრობის საგანი. პირველ ეტაპზე შრომის კოდექსი კარგად ახსენეთ თქვენ. აი აქედან უნდა დაიწყოს, ეს უნდა მოვიდეს წესრიგში. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას და საერთოდ დეცენტრალიზაციას ხელისუფლების, მათ საშუალება ჰქონდათ ამის გაკეთების 8 წლის განმავლობაში. მოხდა პირიქითი პროცესი და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მოხდა ცენტრალიზაცია ხელისუფლების და არათუ ცენტრალიზაცია პრაქტიკულად ერთი კაცი განსაზღვრავდა და განმარტებდა, როგორ უნდა მომართულიყო მთელი ქვეყანა და შედეგიც ჩვენ მივიღეთ ისეთი, როგორც მივიღეთ. ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი სტრატეგიის, რომ მაქსიმალურად დაინერგოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა და მაქსიმალურად დაფუძნდეს არჩევითი პროცესი იქ, სადაც ეს შესაძლებელია.